ეთერშია ქრონიკა 17 საათზე ახალ ამბებს გიორგი აბაზაძე გაგაცნობთ. ჯანსაღი დისკუსია ხელისუფლებასა და ახალგაზრდებს შორის ნებისმიერ საკითხზე, რეგიონული კონფერენციების მთავარი მიზანი. საქალაქო სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის წევრი მარიამ დოლიძე გამოიკითხა. რითეილ ასოციაცია ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას გაეცნო და იმედოვნებს, რომ წარმოებულები და მომწოდებლები გაიზიარებენ სექტორის მიდგომას და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოფენ მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს. მოკლევადიანი რეკომენდაციებისა და საერთაშორისო გამოცდილების ფარგლებში აქცენტს აკეთებენ საფრანგეთისა და საბერძნეთის მაგალითებზე, რომელიც არ ეფუძნება ბაზრის მექანიზმებში უხეშ ჩარევას, არამედ მათ გაძლიერებას. რითეილ ასოციაცია გაეცნო საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და მოიცავს რეკომენდაციებს საშუალო და გრძელვადიანი განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. კომისიის მოკლევადიანი რეკომენდაციების და საერთაშორისო გამოცდილების ფარგლებში ჩვენთვის საინტერესოა საფრანგეთისა და საბერძნეთის მაგალითები, რომელიც არ ეფუძნება ბაზრის მექანიზმებში უხეშ ჩარევას, არამედ მათ გაძლიერებას კონკურენციის პრინციპის გამოყენებით. აღნიშნული გამოცდილებების საფუძველზე სექტორის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს შესაბამისი მიდგომა, რომელიც საშუალო და გრძელვადიანი მიზნების მიღწევამდე მოკლევადიან პერიოდში ხელშესახების შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის. აღნიშნულის ფარგლებში ასოციაციის წევრმა კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თავად სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროცესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილეზე. შესაბამისად ვიმედოვნებთ, რომ წარმოებლები და მიმწოდებლები გაიზიარებენ რითეილ სექტორის მიდგომას და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოფენ მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს ძირითადი საბაზისო პროდუქციის ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსახლეობისთვის. რითეილ ასოციაცია მზად არის გააგრძელოს კონსტრუქციული თანამშრომლობა როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით მიღწეულ იქნეს მდგრადი და გრძელვადიანი შედეგები. სტურსათის საწვავისა და მედიკამენტების ფასების საპარლამენტო კომისიის სამთვიანი მუშაობის შედეგებს დაეთმობა დღევანდელი დებატები იმედზე. როგორ მოქმედებს საერთაშორისო ტენდენციები პროდუქტის ფასზე საქართველოში? პრემიერი და კომისიის თავმჯდომარე 20 საათზე ღია ეთერში ოპონენტების პირისპირ. მეხუთე რეგიონული კონფერენცია და ახალგაზრდების საჭიროებებისთვის გადადგმული ნაბიჯები მათთან მსჯელობითა და მჭიდრო კომუნიკაციით. მნიშვნელოვანი შესაძლებლობების ახალგაზრდების განსავითარებლად ეს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ამოცანაა, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში სწორედ ახალგაზრდებს უსმენს. ახალგაზრდებთან კომუნიკაციის და მათი ხედვების გაზიარების მიზნით ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად შეხვედრა საგურამოში გაიმართა, სადაც მმართველი გუნდი მცხეთა მთიანეთის ახალგაზრდებს შეხვდა. ახალგაზრდების დასაქმება, მიგრაცია, განათლების რეფორმა, ახალგაზრდული სივრცეები და სპორტული მიმართულება რეგიონში. ეს ის თემებია, რომელთა შესახებაც შეხვედრაზე მისულმა სტუმრებმა არაერთი შეკითხვა დასვეს. გარდა კითხვა-პასუხისა მმართველმა გუნდმა მათი პოზიციები და ხედვები მოისმინა. როგორ ფიქრობთ, როგორ არის შესაძლებელი, რომ მოვიზრდოთ ის პერსპექტიული ახალგაზრდები უკან და დავუბრუნოთ თავის ქვეყანაში? ძალიან ბევრი ისეთი ობიექტივ და გაიხსნას, რაც ხელს შეუწყობს დასაქმების ადგილების გამრავლოფეროვნებას. ბევრად დიდი პასუხისმგებლობა არის უკვე ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართულებით, იმიტომ რომ სწორედ მათ უნდა შეუწყონ ხელი იმას, რომ ახალგაზრდების იდეები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული, მათ შორის ბიუჯეტში. პრობლემა ის, რომ არ არის სამსახურები. ეხლა მეც მაგალითად ბაკალავრის დავამთავრე, წელს მაგისტრატურასაც ვამთავრებ ეკონომიკას, მაგრამ რა ვიცი, ვებსაც გზავნე რაღაც, მაგრამ ნახევარზე იცი პასუხებიც არ მოდის. ამ პერიოდში გამოცხადებული სტაჟირების პროგრამა სახელმწიფო სექტორში არის უპრეცედენტო. არასოდეს არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა. ჩემ თვალწინ და ჩემ ხელში გაიარა უამრავმა ახალგაზრდამ, რომელმაც თავისი პროფესიით თუნდაც ეკონომისტებმა დაიწყეს მუშაობა სახელმწიფო სექტორში და ეს განათლების რეფორმაც იმას ისახავს მიზნად, რომ შემდგომში დასაქმებაში გადაიზარდოს ეს სტაჟირება. სწორედ ამ რეფორმის ფარგლებში ბაზრის კვლევის შედეგად
მივიღებთ რას, რომ ასეთი მაღალი კონკურენცია აღარ იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც რეფორმა აქტიურად დაინერგება და შესაბამის შედეგებს ნახავთ, რომ დასაქმების მიმართულებით აუცილებლად გამოსწორდება სიტუაცია. მიხარია პირველ რიგში ესეთი შეხვედრები ახალგაზრდების ჩართულობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ახალგაზრდა ვიყავი და არ მქონია ესეთი შანსები, რომ ასეთ აუდიტორიასთან წამომიგენილიყავი შემიძლია ლაპარაკი ხელისუფლებასთან, მოხარული იქნება, რას მეტი კითხვა იქნება, რას მეტი პასუხი იქნება. შეხვედრების მიზანია შედგეს ჯანსაღი დისკუსია ხელისუფლებასა და ქართველ ახალგაზრდებს შორის ნებისმიერ საკითხზე, რომელიც დღეს აქტუალურია, იქნება ეს პოლიტიკური თუ ადგილობრივი გამოწვევა. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია მზად არის გაიზიაროს რეგიონებში ახალგაზრდებისთვის არსებული გამოწვევები, მათი ხედვები და იდეები და მათ განსახორციელებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. ძალიან სასიამოვნოა, ვიწროვდება ის სივრცე ახალგაზრდებსა და პოლიტიკოსებს შორის, რომ აქტიური საუბარი ქონდეთ მათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მთავარი მიზანი და мотиваცია სწორედ ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია იყოს ახალგაზრდებთან. გვაქვს მოლოდინი, რომ რეგიონული კონფერენციების დასასრულს ეს დიალოგი გადაიქცევა კონკრეტულ ნაბიჯებად და თითოეული ახალგაზრდა იმდენად ჩაერთვება პოლიტიკური პროცესების განხორციელების მომენტში და პროცესში, რომ ეს აუცილებლად შეუწყობს ხელს ამ რეგიონის განვითარებას. გვაქვს მზაობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მივეხმაროთ, როგორ განახორციელონ პროექტები და მივეხმაროთ იმ ყველაფერში, რაც სურთ მათ რომ გააკეთონ. ჯანსაღი დისკუსიის მნიშვნელობას ხაზს უსვამენ ის ახალგაზრდები, რომლებიც შეხვედრას დაესწრნენ. მათი თქმით, დიალოგი და პირდაპირი კომუნიკაცია ორივე მხარეს დაეხმარება საჭიროებებსა და გამოწვევებზე ორიენტირდნენ. მოხარული ვარ, რომ ტარდება მსგავსი ტიპის შეხვედრები და მოხდება ასთა გაცვლა, გვაქვს თავისუფლად აზრის გამოთქმის საშუალება და მე ვფიქრობ, ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღესდღეობით არის რეგიონებში, ეს არის დასაქმების პრობლემა. ესეთი შეხვედრები კი ვფიქრობ, რომ ხელს შეუწყობს ამ და სხვა ტიპის პრობლემების გადალახვას. თუ ეს მიიღებს უფრო სისტემატიურ სახეს, ძალიან მალე შეგვიძლია რომ მივახციოთ იმას, რომ უფრო უკეთესად განვითარდეს ჩვენი მხარე მცხეთა-მთიანეთი. ქართული ოცნების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ დღეს მეხუთე რეგიონული კონფერენცია გამართა. ახალგაზრდებთან დიალოგის პროცესი გრძელდება. დაგეგმილია კიდევ 5 შეხვედრა. შემაჯამებელი კონფერენცია დედაქალაქში გაიმართება. ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე საქალაქო სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის წევრი მარიამ დოლიძე გამოიკითხა. ის აქცენტს აკეთებს იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც მისივე თქმით საჯარო ეთერებიდან ამოჭრილი კადრებია. კითხვები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია, როდის მივიღე ეს ინფორმაცია, რამდენად უნდა დაეჯერებინა გამოძიებას ჩემთვის. კონკრეტულ წყაროზე თუ ესაუბრეთ გამოძიებას ყველა ის დეტალი გავანდა, რისი განდობა შემეძლო და რაც ჩავთვალე საჭიროდ. 2024 წლის აპრილ-მაისის აქციების დროს, შინაგან საქმის დროს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება მიმდინარეობს აქტიურად, ინტენსიურ რეჟიმში. ამ ეტაპისთვის გამოკითხული არის რამდენიმე ასეული მოწმე, ასევე გამოთხოვილი არის ათეულობით საათი ვიდეო ჩანაწერები. ვერ ვისაუბრებ კონკრეტულ დეტალებზე, რა ინფორმაცია მიაწოდა მოწმემ საგამოძიებო უწყებას, დაგიდასტურებთ მხოლოდ იმას, რომ მან რაც საჯაროდ მოვისმინეთ ჩვენ მისგან, იგივე ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას. შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა. პოლიციის პოლკოვნიკ ბაადურ შენგელია სულხან თამაზაშვილმა თანამდებობაზე დანიშნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრას ასევე დეპარტამენტის ყოფილი უფროსი რომან ქარცივაძეს ესწრებოდა. ბაადურ შენგელიას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ოპოზიციურ ალიანსში ვერ შემდგარი ერთობა. მართლ გუნდში ამბობენ, რომ ისინი, ვინც წლებია თავს ესხმიან სახელმწიფოს, ერთმანეთში ძალაუფლებას ვერ იყოფენ. მათივე თქმით, დაპირისპირება არ ნიშნავს, რომ მათი არსი იცვლება. იმ ფონზე, როცა ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია აქვთ, გაერთიანება ხალხთან შესახვედრადაც ვერ მოახერხეს. როგორც ნაციონალურ მოძრაობაში აღნიშნავენ, პარტიას არ ექნება სხვა გამოსავალი, თუ ალიანსი ანტიმიშა კამპანიად გადაიქცევა, ის დატოვოს.
ვისურვებდით, რომ ეს ეგრეთ წოდებული турბულენტობა დამთავრდეს ალიანსის შიგნით. თუ ახლა რომელიმე კონკრეტული პლატფორმა გადაიქცევა ანტიმიშა კამპანიად, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს და ეს საზოგადოებისათვის არ იქნება, ასე ვთქვათ, მოულოდნელი. ისტორიული პოლიტიკური მემკვიდრე, ყველა ნებისმიერი ადამიანი ვიდრეს გაერთიანებულ აი ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობაშია. ერთმანეთთან დაპირისპირებები აქვთ, ექნებათ კიდევაც. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი არსი იცვლება. არავინ არ გმობს იმას, რაც მოხდა. არავინ არ გმობს იმას, რომ ათასობით ოჯახი გააუბედურეს ან ტერიტორიები ჩააბარეს ოკუპანტს. არავინ ამას არ გმობს. აქ სხვა თემებზე მეტის კამათი, ვინ უფრო დაზიანების, ვინ უფრო დიდ რესურსს ფლობს და რომელიც შეუძლია უკეთესად მოახდინოს დესტაბილიზაცია საკუთარი ქვეყნის. ამაზეა კამათი. რიტეილ ჯგუფის განცხადებას ეხმაურებიან ბიზნეს კომპანიები, როგორც Daily ჯგუფი წერს, რიტეილ ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადება და პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ფასების საკითხის გადაწყვეტა ეფექტურად შესაძლებელი არა ბაზრის მექანიზმებში უხეში ჩარევით, არამედ კონკურენციის გაძლიერებითა და კერძო სექტორის პასუხისმგებლიანი ჩართულობით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასოციაციის მიერ ინიცირებული საოჯახო კალათის მიდგომა, რომელიც გულისხმობს სავაჭრო ქსელების მხრიდან შერჩეულ პროდუქტებზე სპეციალური მუდმივი საფასო პოლიტიკის დანერგვას. ამავე ხედვას ეხმიანება ჩვენი ჰოლდინგის ინიციატივა შენთვის შერჩეული, რომელიც წარმოადგენს პრაქტიკულ ნაბიჯს მომხმარებლისთვის ხელშესახების შედეგის მისაღწევად მოკლევადიან პერიოდში. საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებითა და მომხმარებელთა ყოველდღიური საჭიროებების უკეთ დასაკმაყოფილებლად ჩვენი ჰოლდინგი იწყებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას. პროექტის ფარგლებში შეიქმნება პირველადი მოხმარების პროდუქციის სკალათა შენთვის შერჩეული, რომელიც გააერთიანებს ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს, ისეთებს, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ნაწილია თითოეული ოჯახისთვის. ეს პროდუქტები წინასწარ იქნება შერჩეული და წარმოდგენილი ჩვენი ჰოლდინგის თითოეული ბრენდის ქსელში ერთიანი კომუნიკაციით. ჩვენი მიზანია შევამციროთ მომხმარებლის ფინანსური წნეხი ყოველდღიურ პროდუქტებზე, შევთავაზოთ სტაბილურად დაბალი ფასები შერჩეულ კატეგორიებზე, გავაძლიეროთ პასუხისმგებლიანი ბიზნესის როლი ბაზარზე პროდუქტის ფარგლებში. შერჩეულ პროდუქტებზე დაწესდება მინიმალური სავაჭრო მარჟა. მომხმარებელს ექნება მარტივი იდენტიფიკაცია, სპეციალური ნიშნულები, პოსტერები, ფასები იქნება გამჭვირვალე და სტაბილური ინიციატივა სრულად შეესაბამება იმ მიდგომას, რომელსაც რიტეილ ასოციაცია უსვამს ხაზს. ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებული კოლაბორაციული და პასუხისმგებლიანი მოქმედება. ამასთანავე იგი ქმნის საფუძველს მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილესთან, წარმოებელთან და მომწოდებლებთან თანამშრომლობის გაძლიერებისთვის, რაც კრიტიკულია საბოლოო შედეგის მისაღწევად. შენთვის რჩეული წარმოადგენს ჩვენს კონკრეტულ წვრილს იმ საერთო პროცესში, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის ძირითადი პროდუქტების ხელმისაწვდომობის ზრდასა და ბაზარზე ჯანსაღი გრძელვადიანი პრაქტიკის დამკვიდრებას. განცხადებას ავრცელებს გუდვილიც. მთელი პროცესის განმავლობაში გუდვილი აქტიურად სწავლობდა ევროპულ და საერთაშორისო პრაქტიკას. გავეცანით კომისიის დასკვნას და ვხედავთ, რომ კომისიის რეკომენდაციების თანმიმდევრული იმპლემენტაციით შესაძლებელია საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მიღწეულ იქნას სოციალური კალათის პროდუქტებზე მეტად ხელმისაწვდომი ფასების არსებობის საერთო მიზანი. ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მოკლევადიან პერსპექტივაში სოციალური კალათის გარკვეულ პროდუქტებზე ფასების დაწევის მიზნით ჩვენ ვახორციელებთ სპეციალურ მიდგომას, რომლის მიხედვით მუდმივ რეჟიმში განხორციელდება სოციალურად მნიშვნელოვანი სასაქონლო ჯგუფებიდან გარკვეული პროდუქტების გამოყოფა, რომელზეც ჩვენი კომპანიის შესაძლებლობის ფარგლებში გავრცელდება განსაკუთრებული შეთავაზებები. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ექნება სისტემური და უწყვეტი ხასიათი იმისთვის, რომ ზემოთხსენებული მიდგომა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და ხელშესახები შედეგი გამოიღოს. მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორი მწარმოებელი, იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანიების მხრიდან გადმოიდგას შემხვედრი ნაბიჯები. ჩვენ მზად ვართ აქტიურად ვიყოთ ჩართული მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის, აგრეთვე სხვა სტრატეგიულ პროცესებში, რაც ფასებთან დაკავშირებით გრძელვადიან და მდგრად შედეგებს გამოიღებს, წერენ კომპანიები. ის რაც საქართველოსგან მიუღებელი და რუსული იყო მისაღებია ბრიტანეთის შემთხვევაში ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი კამპანია და წესები, რომელიც მხოლოდ მაშინ იცვლება, როცა საფრთხე კონკრეტულ ქვეყნებს ეხებათ. საპარლამენტო ოპოზიციისა და მმართველი გუნდისთვის ლოგიკური და გასაგებია, რომ ბრიტანეთი საკუთარ უსაფრთხოებას იცავს, თუმცა მათივე თქმით ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ, რადგან საქართველოს სწორედ ეროვნულ უსაფრთხოებას იცავდა. ბრიტანეთი დაჩქარებული წესით იღებს კანონმდებლობას მტრული საქმიანობის წინააღმდეგ და აპირებს აკრძალოს იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.
უახლოეს კვირებში დაჩქარებული წესით განიხილავენ კანონმდებლობას, რათა აღიკვეთოს უცხო სახელმწიფოების სასარგებლოდ მტრული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირებისა და ჯგუფების ქმედებები. შინაგან საქმეთა მინისტრს მიენიჭება ახალი უფლებამოსილებები, რომ აკრძალოს სახელმწიფოს მხარდაჭერილი იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომელიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. სახეზე არის კლასიკური გაგებით ორმაგი სტანდარტი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან ამ ყველაფერს რუსულს ეძახიან, ხოლო თავის ქვეყანაში ეს ყველაფერი ეროვნულად არის მონათლული. კი ბატონო, ჩვენ ხას უსვამთ, რომ ეს არის ეროვნული გადაწყვეტილება ჩვენ შემთხვევაშიც და ბრიტანეთის შემთხვევაშიც და რა თქმა უნდა, თუ ჩვენთან არიან კიდე ისეთი ადამიანები დარჩენილები, ვისაც ეჭვიეპარებოდათ, რომ ეს იყო ქართული კანონი, ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ არც ერთი ადამიანი აღარ არის უკვე დარჩენილი, ვინაიდან ისინი აკვირდებიან, რომ ჩვენს მერე ასეთი კანონი მიიღო საფრანგეთმა, კანადამ, ევროკავშირმა გაამკაცრა, ახლა ბრიტანეთის ჯერია და რა თქმა უნდა ყველანი ამას აკეთებენ იმისთვის რომ დაცული იყოს მათი ქვეყნის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი როგორც საქართველოს შემთხვევაში. ჩვენ გვახსოვს მსგავსი ტიპის სუვერენიტეტის უსაფრთხოების დაცვის კუთხით იმ ცვლილებებზე, რომელიც საქართველოს მიიღო და საკუთარი მოსახლეობა დაიცვა მსგავსი ტიპის მტრული ზემოქმედებისაგან, ჩვენ გვახსოვს როგორ აფასებდნენ უცხოელები, განსაკუთრებით ბრიტანეთის მხრიდან გვახსოვს კრიტიკა. დღეს ვხედავთ, რომ იმავე პრინციპით საკანონმდებლო ცვლილებებს აინიცირებებთ და ხედავთ ეს არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტია, ეს ვფიქრობ არის უსტანდარტობა, როდესაც სხვა საკრიტიკები მის გამო, რომელსაც ცოტა ხანში შენვე აინიცირებ. ვართ პირველი მერცხლები ხალხის ძალა, რომელმაც 2023 წელს ასეთი ტიპის კანონი შემოვიტანეთ საქართველოს პარლამენტში, ასაც ქვია გამჭვირვალობის შესახებ კანონი. შემდგომ რა პროცესები დატრიალდა, ეს ყველამ კარგად ანახა. საჭიროა ასეთი ტიპის კანონი ყველა ქვეყნისთვის, რომ უცხოური ძალებიდან და უკონტროლო ფულებიდან და თანხებიდან დაცული იყოს ქვეყნის სუვერენიტეტი. და დიდ ბრიტანეთს თუ ჭირდება და საფრანგეთს ჭირდება და ამერიკას ჭირდება ან ნებისმიერ ქვეყანას დაცვა უცხოური ძალებისგან, რომ პოლიტიკაში უცხო ფული არ იყოს, საქართველოს რატომ არ ჭირდება? ამაზე ერთადერთი პასუხი ჰქონდათ. ჩვენო განვითარებული ქვეყანა ვართო, ვიცით დემოკრატია როგორ მუშაობსო და თქვენ ჯერ არ იცით დემოკრატია როგორ მუშაობსო. ეს ნიშნავს იმას, რომ შენს მიმართ აღქმა ამ ხალხს, როგორც თავისუფალი სუვერენული ქვეყნის მიმართ არ აქვს. ქუთაისში ტრადიციები და ტრადიციად ქცეული გვირილობა გრძელდება. სახალხო დღესასწაულის სათავეს მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრებული საქველმოქმედო ღონისძიებით იღებს, როცა გიმნაზიელი გოგონები გვირილებს კრებდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. ქუთაის ქალაქობის ტრადიციულ დღესასწაულზე ქალაქს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სივრცე შეემატა, რომელიც მიზნად ქუთაისის როგორც წამყვანი საუნივერსიტეტო ქალაქის პოპულარიზაციას ისახავს. ასე გამოიყურება დღეს ისტორიული ქალაქი. მაისის სურნელი და გვირილების ნაზი ხიბლი მთელ ქალაქს ერთ საოცარ ზღაპრულ გარემოთ აქცევს. დღეს ქუთაისის დღეა, ქუჩები სავსეა ხალხით. ქუთაისელები თუ ჩამოსული სტუმრები ერთად ზეიმობენ 2 მაისობას, დღეს რომელიც ყველას ახსენებს, რომ ქუთაისი ოდითგანვე წარმოადგენდა საქართველოს კულტურულ, საგანმანათლებლო და ისტორიულ ცენტრს, რომელიც გამორჩეული საზოგადო მოღვაწეების, მწერლებისა და ხელოვანების ქალაქია. ტრადიციულად ამ დღეს ქუთაისში სახალხო სეირნობები, თეატრალიზებული წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები და გასართობის ანახაობები იმართება. ქალაქის ცენტრალურ ბაღში გამოდიან ქუთაისელი ჩოხოსნები და პატარები გვირილებით ხელში. ასეულოცავენ ისინი გამლელებს ქუთაის ქალაქობას. სახალხო დღესასწაულს საქველმოქმედო მიზანი აქვს. გვირილას როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა სასარგებლოდ იხარჯებოდა. ამით ვამაყობთ, ეს ქუთაისობა გვირილობა არის ბატონო ჩვენი სიხარულის მომტანი. უხარია ყველა ახალგაზრდებს, უხარია ბავშვებს, დიდებს, პატარებს და წინვალე დღესასწაულია. დღეს ჩვენ ქუთაის ახალგაზრდული ცენტრი პირველად გამოვიდით გამოფენაზე და გავყიდეთ ჩვენი ხელნაკეთი ნივთები, გულსაბნევები, სამკაული, ნახატები და ნაქარგები. და ძალიან საინტერესო პროცესი იყო და კარგად მიმდინარეობს. ქუთაისობის სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან დაიწყო. ღონისძიებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ქუთაის ქალაქობას გილოცავთ ტრადიციულად ბაგრატის ტაძრიდან სრულიად საქართველოს, ჩვენს ქალაქს, ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის სტუმრებს ულოცავ ქუთაის ქალაქობას გვირილობის დღესასწაულს. მე უფემ უკვე დალოცა ჩვენი ქალაქი. ქუთაისშიც ეს ტრადიცია 1911 წელს მოვიდა, როგორც უძველესი ევროპული ტრადიციული ქართული ქალაქი. და გიმნაზისტკა ალექსანდრა ჩიქოვანმა ულამაზესმა ქუთაისელმა გოგონამ აიტაცა თავის მეგობრებთან ერთად ეს ინიციატივა და
დაიწყეს სამყვავილების შეგროვება. დღეს არის საქალაქო ზეიმი, რომელიც ტრადიციულად ორმაის აღინიშნება. გვირილობა ქუთაისლებისთვის განსაკუთრებული საყვარელი დღესასწაულია, რომელიც ერთობას, სიხარულს, ტრადიციების პატივისცემას გამოხატავს. ქუთაისობას ქალაქის სიახლით შეხვდა ცენტრალურ ბულვარში შემეცნებით ინოვაციური სივრცე University გაიხსნა პროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მერიის თანამშრომლობით შემუშავდა. აქ ახალგაზრდები პროექტების დაგეგმვასა და საჯარო დისკუსიის გამართვას შეძლებენ. ეს არის მედიატიკა, რომელშიც თავს მოიყრის ახალგაზრდული ინიციატივები, ინოვაციური იდეები და ქუთაისის საერთაშორისო საუკეთესო ტრადიციებში მოხდება ახალგაზრდებთან მუშაობა იმ მიზნით, რომ ქვეყნის განვითარებას მოყვარდეს ჩვენი პროგრესი და ჩვენი იდეები. ჩვენ ხედავთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კედლებიდან გამოვიდა ის კამპუსი, რომელიც აქ შეიქმნა, ის მედიათეკა, რომელიც პირველ რიგში მოემსახურება ახალგაზრდებს, მათ ინტერესებს და მათ კარიერულ განვითარებასა თუ შემეცნებით პროცესში მიიღებს მონაწილეობას. გვირილობის დღესასწაული გრძელდება, გაიმართება სიმფონიური ორკესტრის კონცერტი და დააჯილდოებენ საპატიო ქუთაისელებს. საღამოს გალა კონცერტი დაასრულებს. დღეს ქუთაისი განსაკუთრებით ახმაურდა სტუმრებს ისტორიული ქალაქის შუაგულში. ორსაუკუნოვანი პარკი მთავარ მასპინძლად ეგებება. თაწმინდის პარკი დღეიდან სტუმრებს მრავალფეროვან ღონისძიებებზე ეპატიჟება და გაგმელია რამდენიმე მასშტაბური აქტივობაც. წლევანდელი პროგრამა კიდევ უფრო დატვირთული და მრავალფეროვანი იქნება. ტრადიციული ფესტივალებისა და ღონისძიებების სამზადისთან ერთად ტექნიკურად შემოწმებული და განახლებულია ატრაქციონებიც. ღონისძიებების სეზონის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით მთაწმინდის პარკი გასართობი აქტივობებით მასპინძლობს სტუმრებს. დრამერების შოუ, ზღაპრის გმირები და სახალისო თამაშები. პარკის ცენტრალურ მოედანზე პატარებისთვის უამრავი გასართობია. დღის ბოლოს კი სცენას ქართველი შემსრულებლები დაიკავებენ და ღონისძიება მუსიკალური პროგრამით გაგრძელდება. ბავშვებთან ერთად ვარ დღეს მოსული და ვერთობით ვატარებ დროს. სავსე ვარ ემოციებით, ძალიან მომეწონა და ვაპირებ რომ დიახ, ვერ მომენტი დარჩა და გავერთო ამ საოცარ პარკში. აქ მომწონს ყველაზე მეტად ატრაქციონები, განსაკუთრებით ესეთი ატრაქციონი საშიში. ძალიან კარგ განწყობით ვარ და იმედია კარგ დროს გავატარებ. ძალიან მომწონს ეს გახსნის დღე, მართლაც ულამაზესია. ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან საქართველოს ძალიან მიყვარს. დარწმუნებული ვარ, ბევრი კარგი მოგონება დამრჩება. გასართობი ღონისძიებების პარალელურად მოწყობილია მრავალფეროვანი საგამოფენო სივრცეც, რომელშიც ქართველი მეწარმეები მონაწილეობენ. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ ქართული ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა აქსესუარები შეიძინონ. გამოფენებში ვიღებ მონაწილეობას ხშირად, რომ უფრო გამიცნონ და გავაცნო ჩემი ნამუშევრები, ჩემი შესაძლებლობები მეტად გამოვაჩინო. ჩვენთვის, როგორც პატარა ბიზნესისთვის და პატარა ბრენდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ესეთ ღონისძიებებზე მონაწილეობის მიღება. ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილი არის ამ ეტაპზე ჩანთებით, თერმოსებით, ბურთებით, სხვადასხვა ასე თქვა სასკოლო აქსესუარებით. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით მთაწმინდის პარკს სპეციალური შეთავაზებაც აქვს სტუმრებისთვის. დღეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ულიმიტო აბონემენტი ჩვეულზე დაბალ ფასად შეიძინონ და პარკში არსებული ნებისმიერი ატრაქციონით ისარგებლონ. სეზონის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიებები მთაწმინდის პარკში გვიანობამდე გაგრძელდება და მომდევნო თვეებშიც გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე არაერთი მრავალფეროვანი ღონისძიებაა დაგეგმილი. სპორტის სამინისტრომ აფროსნობის ფედერაციას 2 ოლიმპიური და 10 საერთაშორისო კლასის ახალი ნავი გადასცა. თბილისის, ფოთისა და ბათუმის საიალქნო კლუბებისთვის გადაცემულ ნავებს სპორტსმენები უკვე ბათუმის პირველობასა და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში ზაფხულზე გამოიყენებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალი ნავები მისცემს ჩვენ ახალგაზრდათაობას, ახალ შესაძლებლობას, რომ არაერთი დიდ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზონ და არაერთი დიდი გამარჯვება მოუტანონ ჩვენ ქვეყანას. რამოდენიმე წელია უკვე ორი ახალი კლუბი გაიხსნა ფოთში და ბათუმში და დაიწყეს ვარჯიში ბავშვებმა. სწორედ ამ კლუბებისთვის სამინისტროს დახმარებით განხორციელდა 10
საერთაშორისო კლასის ნავის შეძენა. ძალიან დიდი დახმარებაა სახელმწიფოსგან, რადგან 70-იანი წლების მერე ესეთი რაღაცა ფოთის და ბათუმის კლუბებისთვის არ განხორციელებულა არასდროს. ეს ნავები სამომავლოდ დაგვეხმარება განვითარებაში უფრო მეტად, ვარჯიშებშიც ძალიან დაგვეხმარება. ფოთში, ბათუმში გამოსვლად, ხოლო სოფლიო ჩემპიონატზე ვიყავი წინა წელს. სოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის მთავარი ჯილდო თასი ტროფი ტურის ფარგლებში საქართველოში მოგზაურობას აგრძელებს. დღეს მისი ხილვა ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქში ქუთაისში იყო შესაძლებელი, სადაც ზაფხულში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის 20 შეხვედრა გაიმართება. გვირილობის ფესტივალის ფარგლებში ქუთაისის ცენტრალურ პარკში მოეწყო სარაგბო კუთხე, ადგილზე იყვნენ ადგილობრივი ვეტერანი და მოქმედი მორაგბეები. თასი საქართველოში თებერვალში მოქმედმა ჩემპიონმა სამხრეთ აფრიკამ ჩამოიტანა და მას შემდეგ გახსნეთი ტური ბათუმში შედგა, როდესაც დიდი ათის ფინალის დღეს აჭარაბეთ არენაზე იყო წარმოდგენილი. მთავარი ჯილდო საქართველოს კიდევ არაერთ ქალაქს ეწევა. ეს არის უდიდესი მოვლენა ზოგადად სარაგბო სამყაროში, ასევე საქართველოსთვისაც 20 წლამდელ მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. ორი ქვეჯგუფი გაიმართება ქუთაისში მთელი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში და როგორც მასპინძელ ქალაქში თასი ჩამოტანილია, რომ ხალხმა ნახოს, საკმაოდ დიდი დაინტერესება, სიხარულია, იმიტომ რომ ქუთაისი ალბათ მთავარი ქალაქია სარაგბო ტრადიციების მიხედვით. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. რამდენიმე წუთში იმედის ეთერს დღის ქრონიკა და ნატა მახვილაძე განაგრძობს. ნახვამდის.